მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღემშვიდობისა მეგატივს უყურებთ. გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო პირდაპირ ეთერში. მე ნანა თევდორაძე გახლავართ და დღევანდელ დღეს გავატარებთ თქვენთან ერთად. ვეცდები კარგი განწყობა შეგიქმნათ. ამ ყველაფერში დარწმუნებული ვარ, უდიდეს წვლილს შეიტანს ის მზიანი ამინდი, რომელიც ალბათ ასე მოგენადრათ, ჩემი არ იყოს და ასე რომ გისურვებთ ბედნიერ და სასიამოვნო დღეს. გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ ბატონი თაბრუკებულაძე გვეწვია, რომლის სტუმრობაც ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ჩემი მხრიდან მივესალმებ იმას და გადავხდი მადლობას, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს მეგატივთან და მით უფრო ჩემს გადაცემასთან. გამარჯობა ბატონო თამური, როგორ ხართ? მოგესალმებით. მშვიდობას გისურვებთ. ეს არის უპირველესი საფიქრალი და საოცნებო. ეხლა გადაერია დიდი და პატარა ადამიანიც და ქვეყანაც. ასე რომ იმედი ვიქონიოთ სიმშვიდე დაისადგურებს. მოგეთ მოხარული ვარ რომ გვეწვიეთ, თქვენი თითოეული სტუმრობა დაკავშირებული არის ბუნებასთან, დედამიწასთან, გარემოსთან, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ გავითავისეთ, რომ მას მოფრთხილება და გაფრთხილება სჭირდება. ის ომები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არის და სადაც ჩვენს დაუცველად გვგრძნობთ, მათ შორის თავს და ალბათ თქვენს დამეთანხმებით, უდიდეს უარყოფით გავლენას ახდენს დედამიწაზე და ხანგრძლივ პერსპექტივებში ალბათ კიდევ უფრო ცუდი გავლენის მოხდენა შეუძლია. თქვენ როგორ აფასებთ, როგორ ბუნების დამცველი და დედამიწის მოყვარული ამ განვითარებულ მოვლენებს წმინდა ამჭრელით განვიხილოთ თუ შეიძლება? შეიგე აი ბელორუსიაში, უკრაინაში, რუსეთში დღესაც კი ნახულობენ აი მეორე მსოფლიო ომის დროს დარჩენილ ბომბებს და მანქანებს და რა ვიცი 1000 უბედურებას და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მაშინ რა იყო ტექნიკის დონე და ეს და ახლა სული ამ სიტყვის მნიშვნელობით გადარეულია ყველაფერი აღარ კაცს აღარ ესვრის უშვებს რაღაც თვითფრინავებს იქნება თუ ისინი დრონები იქნება და ამით ხდება. ეხლა კაცმა არ იცის რამდენი უნდა აფეთქებულიყო და რამდენი აფეთქდა, რამდენი არის სადღაც დაფარული და მე აი წლების განმავლობაში იყო რომ ბავშვები თამაშობდნენ რაღაცა მოხდა სხვადასხვა ფილმებიც არის გადაღებული აი განაღმასთან დაკავშირებით იმ მეორე მსოფლიო ომის დროს რომ მოხალისეები მაშინ სხვა ის იყო და მოხალისეები რომ წავიდნენ გოგონები 16-17-18 წლის წინ და როგორ ფეთქდება ისინი, როგორ მახინჯდება ადამიანის ცხოვრება და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ფაქტები ძირითადად არაფერს არ გვასწავლის, ხო? გადის დრო და იგივეს ვიმეორებთ. ხო, არა, ადამიანი ისეთი არსება შეიქმნა, რომ იმის გაგონება არ უნდა რაიმე საკითხზე რომ ასწავლი ჭკუას არ იგებ, დიდსა და პატარას ეხება ყველას. ალბათ თავისებურად ჩვენც ასე ვართ. უბედურება ის არის რომ აი ადამიანებს უნდათ საოცნებო ის რეალობაც წარმოადგინონ. იცით რომ თითქოს ასეა, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ საშინელება ომის ასეთი იგი და აი ეხლა სოფლებში რო გაიარო. რა ნაგავიყრია ამაში სოფლის განაპირა ხალხებში. ახლა იმას რო უთხრა, ვინც ამას აკეთებს. მაგის დროა იქცევა ქვეყანა უნდა. იქცევა ქვეყანა, იმიტომ რომ არ გვაქვს გათვითცნობიერებული ჩვენ რა არ გვაქვს? რა ვერ გავათვითცნობიერეთ ბატონო? რა ვერ გავათვითცნობიერეთ და აბსოლუტური უმრავლესობა არ ესე იგი არაფრად დაგიდებთ იგივე გარემოს დაცვის პრობლემებს და აი გარემოს დაცვის და ურთიერთობა საწარმოებს ტექნიკურ იმას განვითარების დონეს და იმას არაფრად დაგიდებს ადამიანი და მე რაც გითხარით წეგან თვითონ თუ ნახე რომ დაყარა რაღაცა დაანაგვიანა ამაზე იგი ნორმალურად არის და რა მეორეა ბუნება
ჩაჩუმებულია ხოლმე, იცით? და ეხლა მდინარეების დაცვის დღე მოდის, რას ვიცავთ ახლა და როგორ ვიცავთ ამიდან. იმიტომ რომ მდინარეებში რამდენი წელიწადია ოღასყურა აღარ გადარეულა, ხო? მაგრამ აი ერთ დღესაც დატბორავს იმ სახლებს და იმ ქუჩებს, გზებს, რომელიცაც ხშირად ზოგჯერ იყო რომ ყოველ წელიწადში ორჯერ სამჯერ კეთდებოდა. ეხლა რამოდენიმე წელიწადია არ ყოფილა, იმიტომ იგი მიუჩებულია და რას ელოდება, როგორ ფიქრობთ? რას ელოდებით და დაანაგვიანებს ამ იმას ამ მაღაზია თუ ეს არის გზარი თუ ყველაფერს გამოიყვანს წყობრიდან. არა და არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ოღასყურას ორივე მხარეზე 10 მეტრიანი წყალდაცვითი ზოლი უნდა ქონდეს. ესე იგი 10 მეტრი შიგნით არ უნდა შედიოდეს. რიონს 50 მეტრი აქვს. ხო, ახლა რიონის პრობლემა სხვა არის, ეს მცირე მდინარეები და განსაკუთრებით ქალაქებში ეს კიდე სხვა რამეა. იმიტომ რომ ეგივე თბილისში მდინარე ვერემ რაქნა პრობლემები და რა ვიცი სანამ დავფიქრებ თითქოს ველოდებით ამ ტრაგიკულ დღეებს თუ დრამეს ვამბობ ახლა ხო იმ პერიოდში რა ის მოკლე პერიოდის მეხსიერება გამოდის ასეთნაირად რომ დაგვავიწყდა ჩვენ ისე იგი არ ყოფილა რა თქმა უნდა დედაქალაქში დიდი ხანია და ამბობენ რომ იქ კიდევ შენებლობები მიდის ამ ვერეს ხეობაში მე ანუ იგი განმეორდეს რაღაც გარკვეული დროის შემდეგ. ასეთი რამე არის. მაგრამ ჩვენ ეთერს მოგქონდა დრო და იქ რამდენიმე წუთი ვისაუბრობდით და თქვენ თქვით რომ რა თქმა უნდა ქვეყანაში უნდა აშენდეს, ხო? რა თქმა უნდა. მაგრამ აი ეს პარალელურად რომ ბუნებაც არ განაწყენდეს და ცივილურ სამყაროსაც გამოსავსოთ, როგორ შეიძლება ესე იგი აი ადამიანს დაახლოებით ერთი საუკუნის წინათ ვაღარო რომ ეთქვა რომ მოდი აღარაფერი აღარ გავაკეთოთ რა იქნებოდა ხო რა იქნებოდა მაშინ 90-იანებში რა იყო დენი არ იყო წყალი არ იყო არაფერი არ იყო ცეცხლს საჭმლის მოსამზადებლად შუა ქუჩაში ვაკეთებდით და მაშინ ბუნება მშვიდად იყო? არა, მაშინ გონია ჩვენ რომ ისა მაგრამ არ იყო. ბუნება თავისი კანონით და თავისი განვითარებით მიდის და მიყვება ამ იმას. იმიტომ ხან აგენ დინარე გადაირევა, რაღაც მეწყერის ჩამოწვება და ასე შემდეგ. და უბედურება ის არის რომ აი წინააღმდეგობა, ანტაგონიზმი არის ბუნებასა და მეწარმეებს შორის. იმიტომ რომ ფიქრობს რომ აი დღეს მე ავაშენებ, მე გავაკეთებ. ეხლა თბილისში ხო გაივსვა მაღალსართულიანი სახლებით ისა. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ქუთაისშიც ძალიან ბევრ ადგილზე უკვე ბინაზე არის მიჯრით და ვინც ვერ გაიგო აი განმარტება რომ გითხრათ რატომ არის ეს საშიში ან რატომ შეიძლება იყოს საშიში აი მე კიდე გეუბნებით ვერეს ამბავი დაგვავიწყდა არ უნდა დაგვავიწყდეს შოვის ამბავი დაგვავიწყდა არ უნდა დაგვავიწყდეს აქეთ სუფსა თავის დროზე გადაირია რიონიც სანაპიროზე ფოთის სანაპიროზე წაიღო ხო და აი ესეთნაირად უნდა გვახსოვდეს ყოველთვის რომ ასეთი ამბავი შეიძლება მოყვეს ამას ხო კარგი შეიძლება ავაშენოთ ისე რომ არ გავანაწყენოთ მდინარეები და არა როგორა იცით ეხლა იქ სადაც არ შეიძლება იქ სადაც არ შეიძლება არ უნდა ააშენო
მაგრამ არის ადგილები, სადაც შეიძლება, მაგრამ აქ უკვე მეწარმის ინტერესი გამოდის, რომ თანხები დაზოგოს, ხო? დაზოგილი თანხები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კარგად გაკეთდეს. მერე აუცილებლად რაღაცა პროექტის განხილვა თუა, ჩვენ აუცილებლად ვართ ერთმანეთის მტრები ამის განხილვის დროს. არ არის ასეთნაირად, ხო? ჩვენ უნდა გაუწიოთ ანგარიში ბუნებასაც და მეზობელსაც. კეთილ მსურველსაც და ავის მსურველსაც. ყველაფერს ჭირდება გათვლა, გაანგარიშება და მერე ღმერთიც დაგვეხმარება ამაში, რომ არ იყოს. ბატონო თამარ, ენერგოეფექტურობად ზედმეტად სჭირდება ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც ვართ ჩვენ. ისევ დაიძრა ხო ჰესების თემა და გვესმის ამ ბოლო პერიოდში. თქვენი დამოკიდებულებაც მახსოვს ახლო წარსულში, როცა ბრძანდებოდით ჩვენი სტუმარი, მაგრამ აი ჰესის მშენებლობა სრული წესრიგის დაცვით შეიძლება თუ არა, თუ ზედმეტად არარეალურია, თუ ზედმეტად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ეხლა უნდა პლუსი და მინუსი. ამის დადებითი ეს არის, რომ ენერგია გვჭირდება ჩვენ ამასე. მაგრამ მე აი 88 წლიდან აი ნამახვანზე დაიწყო საუბარი, კედან ვარ ჩართული გარკვეულწილად მასში განხილვაში და რა შეკითხვებიც 99 წელს მქონდა ჩემი იგივე შეკითხვა მაგ და კაციშვილი არ გეუბნება არაფერს. აი მაგალითად ამდენი მეტრი კაშხლის სიმაღლე. რატო ამდენი და უფრო მეტი არა? ან უფრო ნაკლები არა? ხო? ერთ პერიოდში ისე დაწერეს კომპენსაცია რა იქნებაო და როგორ დავიცავთ მოსახლეობას, რომ ვინცობა გარღვევა მოხდეს. ხო და როგორ და იქედანო დაუძახებთო შეტყობინება იქნება და შეტყობინება სადაც კაშხალია იქ იქნება კაცი, რომელსაც რაცია ექნება და დაგიძახებს, რომ არიქა გაიქეცი. საგარბი ხარ. ხო? ვერა არა და ერთი მხარეც წოდავს, მეორე მხარეც წოდავს. მეორე მხარე ვინ არის? ვინ არის და ვინც ეწინააღმდეგება ამ მშენებლობებს ხელაღებით? ხელაღებით. ეწინააღმდეგება და ის ვინც ხელაღებით იძახის, გინდა თუ არა უნდა აშენდეს და უნდა გაკეთდეს. ამიტომ ეს უნდა იყოს შესანიშნავი სამუშაო გამოდის, როდესაც აი ერთად დასხდებიან მომხრეები და მოწინააღმდეგეები, თუ ესენი სპეციალისტები არიან და თუ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დროშით ვირბინოთ სადღაც, ეს დრო წავიდა უკვე ჩვენთვის და ამიტომ უნდა არ შეიძლება თქმა ეს ვალიშვილი იყო ადრე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ქუთაისში განხილვას ესე ურტყამდა მუჭებს, რომ ჩვენ ამას მაინც ავაშენებთ. უკვე იქ ყოფნას და განხილვას აზრი არ ქონდა, ხო? და იმოცემულობით რაც დღეს გვაქვს, რამდენად საფრთხე შემცველია? საერთოდ ყველაფერი არის საფრთხის შემცველი. თუ რა თქმა უნდა მეტნაკლებად, აი კიდე მეტნაკლებად და იმიტომ რომ შენ რომ შედიხარ უკვე ბუნებაში და ხელყოფ, იგი აუცილებლად რაღაცას, მაგრამ აი ეს რაღაცა ნაკლები დოზით უნდა მოხდეს, ისე უნდა გავთვალოთ და გავაკეთოთ ესე იგი ვერ გეტყვით დანარჩენს, იმიტომ რომ ეხლა ეს ომები ეს კატასტროფა მარტო იმისთვის კი არა ადამიანები რო იღუპება და ეს საშინელება, არამედ იგივე ბუნებას ეხლა ამდენი გემი ჩაიძირა იქ სრუტეში, რომ ჩაიძირა იქიდან ნავთობი და 1000 უბედურება მოხდა და ასე რომ ბატონო თამო, როცა ვსაუბრობთ ჩვენ ატომური იარაღზე, ალბათ შიშის ზარი მოგვიცავს ხოლმე ადამიანებს. ანუ
ალბათ როცა ასეთ მდგომარეობაში ვართ, უნდა ვიფიქროთ ორ უკიდურესობაზე, ხო? რა შეიძლება კარგად დასრულდეს და რა შეიძლება დასრულდეს ყველაზე ცუდად. როგორ იმოქმედებს თუნდაც აი რაღაც კუთხით მოხდეს ეს? ცუდად იმოქმედებს. ჩვენზეც მოდი საქართველოს. ეხლა გითხრათ ჰაერის ის რაც არის ახლა მასიური აფეთქებები ჯერჯერობით ატომური ბომბისადმი არ წარცდენია ხელი ვინმეს და იმედი უნდა ვიქონიოთ რომ არც მოხდება ეს იგი მაგრამ ეხლა ჩვენ მანდამაინც საქართველოს შეიძლება თავისი სიგრძე სიღანით იმ ბომბს რომელსაც ისვრი იქიდან 100 მეტრი შეიძლება 100 კილომეტრი შეიძლება სტომილება ქონდეს იმას ხო და ეგერ ისროლოს იქეთ და 100 კილომეტრით აქეთ შენთან ჩამოვარდეს ეს ეგი რა თქმა უნდა მოაქცეს ჰაერზე წყალი რო ვიქნო ეხლა წარმოვიდგინეთ თევზი რაც თევზს ვერ აუგზავნებ შენ ახლა მარტო იქ იცურავე იმიტომ რომ დაბინძურებულ წყალში ხარ ნამყოფიო ხო და ამიტომ თევზი რა არის საგვები არის ეს იგი თანაც აი როცა მოიშლება ეს სისტემა რომ მოიშლება ბუნებაში არსებული სისტემა მოიშლება უკვე ამას რა მოყვება ძნელი სათქმელია მერე კიდე მაგრამ კარგი რომ არ მოყვება არა კარგი არ მოყვება არაფრით არ მოყვება კარგი იმიტომ რომ აი ეს დაბინძურება ეს კარგი როგორ უნდა მოხდეს არაფერი ის ხელმოსაგიდი არ აქვს ახლა გარდა იმისა რომ იქ იყო დიქტატურა და აღარ იქნება დიქტატურა ხო რა მეტი რას და რითი დავიცავთ თავს ვერ გეტყვით მაგრამ კიდევ ამბობ თუ საწარმო არ იქნება ქვეყნის განვითარება არ იქნება ის თუ მრეწველობა არ იქნება ეს იგი ეხლა ჩვენ ხშირი შემთხვევა როდესაც აი ევროპული იმითი სტანდარტებით იმითი ვაკეთებთ კი კარგია მაგრამ ზოგჯერ აი ამ ევროპული სტანდარტის მოქმედების დონემდე მისვლა არის საჭირო ხო ჩვენ პირდაპირ გვინდა ევროპამ რომ ვთქვათ საუგუნის წინ დაიწყო ამაზე ფიქრი და მაშინ რამ მდგომარეობაშიც იყო ეს ქვეყნები ახლა ჩვენ გვინდა გავასწროთ ეს ასედაც გადასწრება არ გამოდის მაგრამ აი მარტივად და ესე ყველაზე მარტივად რომ დავიწყოთ ბუნებაზე ზრუნვა როგორ შეიძლება გამოვხატოთ თუმცა იქ ნამდვილად დაგეთანხმებით რომ ჩვენ ხშირად ვიმართლებთ ხოლმე საკუთარ თავს როცა რაღაცას გავაფუჭებთ და დავაზიანებთ რომ ვიღაცა უარეს აკეთებს ხო ვიღაცამ ტყეგა ჩეხა დიდი ამბავი მე თუ პატარა ნაგავი მოვისროლე ჩემ თავს არ გულისხმობ არა ზოგადად ვიყვარს ადამიანებს თავის მართლება ალბათ თქვენ ცხოვრებაში უამრავი ადამიანი შეგვხვედრიათ ვინც მსგავსად საუბრობს კი უამრავი არის ახლა აი აბა რა ვქნათ ჩვენ რომ გათბობა გვინდა ეს იყო აი ახლა გათბობის ის ამოვიდა რომ ბუნებრივი აირი გვაქვს ელექტროენერგია ჭირდება იმას ეხლა რომ მოგდის გადასახადი თქვათ ხო იმისი სადღაც 20-25% დენის გადასახადი მოდის ხო როცა გათბობას აკეთებ მადლობა ღმერთს რომ ეს აღარ არის აღარ ვჭირდება შეშაზე მოთხოვნილება აღარ არის პრაქტიკულად ხო ის თუ მაღალმთიან სოფლებში არის რაღაც ეს იგი თორე აქ არა სოფლებს აი მიმდებარე ქუთაისის გარშემოც აბსოლუტურ უმრავლესობა ბუნებრივ აირზე ბუნებრივ აირით სარგებლობს მოსახლეობა ხო და ხო თუმცა იქვე გვესმის ხო ბაქო თბილისი ჯეიხანის ესე რომ თქვა ნავთობსადენზე მოხდება რაღაცები და შეიძლება დავრჩეთ და ერთგვარი შიშის ზარი და განგაში არის ეხლა როდესაც ეს ასეთი ისინი კეთდება ხო რა თქმა უნდა საფრთხის შემცველია ეს იგი მაგრამ გამოხვიდი ახლა და ამტკიცო რომ გინდა თუ არა ჩვენგან დაიწყებს დაბომბვას ეს იგი ესეც
ოღონდ არ იყოს რაიმე და ძალიან ცუდი მოსასმენია, იცით, ასე იმათ. აი რო იყოს, აი რა შეიძლება ამას მოყვეთ და დავჯიდეთ და რაღაცა და განვიხილოთ ახლა ეს სხვა არის, მაგრამ აი იქ დაარტყამენ და მე ნახეთ თქვენ. არაფრით არ შეიძლება. მე მგონი, იმიტომ რომ ბავშვები პატარა ბავშვები რა ახლა აი პირველ საშუალო სკოლასთან რო გავილი მიყვარს ამას რომ ეს პატარა ბავშვები რო ხორხოცი აქვთ და იმედი აქვთ იმისი ჯერა იმათმა არც იციან ხო რა არის უბედურება და რა არის ისა მაგრამ ამიტომ უნდა თავი შეიკავოს ყველამ და ბუნებას თავისი ყოფნის იმასაც ბუნებრივად რაც ხდება უბედურება და ამიტომ ჩვენ ნუღაცა ვაშველებთ უკვე ხო ბატონო თემურ როგორც იქნა გამოიტარა ამინდის სეზონიც დაუკარგეთ ხო რაღაც განცდა მაქვს ხოლმე ხან შემოდგომა თითქოს დაკარგული ხან ქურთუკიდან მაისურზე გადავდივართ ესე რომ თქვა უხეშად ხან მაისურიდან ქურთუკზე ესეც ადამიანის ცუდი ჩარევის შედეგად ხდება ეს ყველაფერი გარკვეულწილად კი გარკვეულწილად იქნება ეს გლობალური დათბობის საკითხი მაგრამ აი ის გამოდის აი ეს ვარსკვლავები ერთ-ერთ ასე დაჯდებიან, მე შემოbrunდებიან, მე ზურგში აქცევენ ერთმანეთს და აი ეს მართლაც მოქმედებს ამ იმაზე galaktikაში რა ხდება და აი აქ-იქ მოაწყდებენ ახლა რომ აი მეტეორიტი მოდის და დედამიწას ჩაულის ამდენი მილიონი კილომეტრი თან იმითი მაგრამ მე თანდათანობით თანაც რა არის ეს რო გარბის უკვე იქ მასების ხდება და უკვე ეს გარკვეულად შედეგი აგერაც მოიტანა ვთქვათ ატმოსფეროში როცა მოხდა ასეთი რამე და რა გითხრათ აი ყოველთვის ამას ვამბობ აი ცელოფანი და ყვავილები აი ვერაფრით ვერ გავაგებინე ვერავის ეს იგი რომ არ არის ეს იგი მე სასაფლაოებზე ავსებულია ეს ერთი პატარა ნაწილია რომელიც ჩვენ ხელგვეწიფება რომ არ დავაბინძუროთ ამით არა მანდამაი რა ტიპის ზიანს აყენებს რომ გითხრათ აი ეს ცელოფნები რა ტიპის ზიანს აყენებს არა არის იხსნება არის დეგრადაცია ამისნა ჯერ ვიზუალური მერე ნიადაგის დაბინძურება მერე ცხოველები რომლებიც რამდენია ჩვენ მარჩენალი პირუტყვი რო ყავთ ოჯახს და მოგდება იმიტომ რომ შეჯამათ ცელოფანი აი ელემენტარულია როგორ უნდა მოვიქცეთ როგორ მოვიქცეთ და თუ მიგვდივართ ჭირია თუ ლხინია ერთი ცალი ყვავილი მარტო ყვავილი დავიჭიროთ ხელში და მივიდეთ სიმბოლურად ხო აბა მეტი რა არის ახლა სიმბოლურია ესეც იყო დაფნის გვირგვინებს დაუგებდნენ ხოლმე ისა და მე ნაგავი აი ცივილიზაცია პამპერსები ხო ბავშვის დიდი ავადმყოფის სად იყო ადრე არ იყო პამპერსი და არ იყო აი ეს დაბინძურების ერთ-ერთი ხაზი არ იყო მაგრამ ახლა გაჩნდა აგერ სიზღება ადამიანს აი ასეთი დეგრადირებული ხო მოდი ასე შევხედოთ ამ საკითხს პროგრესი აუცილებლად გვჭირდება კი და სირთულების გაიოლება მაგრამ თან გვჭირდება პარალელურად განათლება ალბათ ხო გვჭირდება შესაბამისი ურნები ნაგავსაყრელები და ვიყოთ ადამიანები მეტად ინფორმირებულები სწორად როგორ უნდა დავალაგოთ ეს საკითხი როგორ ფიქრობთ ბავშვები აი ახლა რომ პირველკლასელები არიან დიახ აი ისინი რო დიდები გახდებიან გარკვეულწილად აი ამათ ექნებათ
წინ გადადგმული, ასე ვთქვათ. ჩვენ დავაგვიანეთ. ხა? ჩვენ დავაგვიანეთ. თუ ვაგვიანებთ, ახლა ჩვენი თაობა, თქვენ ახალგაზრდები ხართ, ჩვენ თაობას არ შევა მით უმეტეს მართლაც გვიძახიან ხოლმე რომ აი თქვენი ძველები და მაგრამ ძველები აკეთებდნენ საქმეს აი მე ხშირად ვამბობ ნანახი მაქვს როცა მუშაობდი იყო მაშინ შრომის დაცვის საკავშირო კვლევითი ინსტიტუტი თბილისში ახლა რუსეთის საელჩოა იმ შენობაში იყო ესა და იქ ნანახი მაქვს მე იმ ინსტიტუტში როდესაც შევარდნაძემ დააწერა რეზოლუცია იყო ბუნების დაცვა ქვეყნის მომავალია ქვეყანას მომავლის გარეშე ვერ დავტოვებთ. წინააღმდეგი ვარ, შეერთება იყო იქ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თუ იგი სადღაც 15-56 წლებში ესეთნაირად. აი ძველი ადამიანი ხო ასე ამბობდა რომ აი ბუნების დაცვას ქვეყნის მომავალია. ჩვენთან სამეგრელოში ქაღალდის კომბინატი რო აშენდა ხეთყერ რუსეთიდან ჩამოდიოდა ჩვენთან მოჭრა არ ხდებოდა ისინი ჩამოვიდნენ თიდან ფილმია ასეთი ახლა ვიღაცა იტყვის რომ შეხედე მიწირის იმ ძველ ხო საბჭოთა კავშირის მიწირის ანუ ამ მხრივ უფრო წესრიგი არ მივტირით მაგრამ რეალობა ხომ და დავინახოთ რა იყო და ვისწავლოთ წარსულზე ხო ვისწავლოთ ამაზე ახლა თევზი ჩვენ დინარეები დენით სხვა იგი აღარ არის ახლა რა აფეთქება და ისინი არ ხდება მაგრამ დენით უამრავი ისა ბაზრობებზე შემოდის იგიდება მაგრამ ახლა მეორე რა უნდა ვქნათ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამოდენა რეგულაციები დაწეს და იმისთვის რომ აი ტბორი მოაწყოს ადამიანმა და თევზი მოაშენოს ძალიან რთული პროცედურები აქვს გასავლელი. თუ არ ვწდები საკუთარი მოხმარებისთვის, მხოლოდ თავისუფლება 15 თუ 13 კუბი ავზირვა. ესე იგი, ახლა ეს რომ 4-ხად გავყოთ, 1/4-დი, რაცა ამას უკვე ესე იგი შენ შეჭამო ერთი თავი თევზი შეიძლება და უკვე ის რომ შენ რაღაც შემოსავალი და სხვასაც გაუნაწილო ეს თევზი ეს არ არის სამაგიეროდ როგორც ბრძანეთ დამრჩა ისეთი შეგრძნება რომ არ კონტროლდება ის ეგრეთ წოდებადი საბადო ვერ გეტყვით ახლა რომ კონტროლდება მაგრამ ახლა ერთი ადამიანს სამი დამჯერი უნდა რომ გარშემო ყავდეს და ეს არის რთული. თორე ახლა უზრუნველყოფილია მაკონტროლებელი გარემოს დაცვის სამსახური ავტოტრანსპორტით, რა ვიცი, ტელეფონით, გადაღებებით და ძალიან ბევრი ის აქვს ტექნიკა, მაგრამ რა თქმა უნდა უკეთესია ახლა მდინარე ახლა რა თქმა უნდა რომ იქეთკენ სადაც ადვილია კაცის დაჭერა იქეთკენ მივდივარ ჩვენ თორე აი ის მეთევზეები ბრაკონიერები რო არიან ხო აგერ ხელის გულწედებს ხეთყე რა თქმა უნდა შემცირდა ახლა ისეთი არა მაგრამ მაინც ხდება. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ სადაც ხელი მიგვიწვდება ადამიანებს, ხმალეთი იქნება თუ წყალი, ყველგან ვიქცევით ცუდად. რა თქმა უნდა, კი. პროგრესს საერთოდ ვერ ხედავთ, ანუ ვერანაირი კი ვხედავ.
რაში გამოიხატება და აი ვწოდვილობთ რაღაცას ქალაქის სამსახურები ნარჩენების გატანაზე ამაზე კიდე სადღაც დასუფთავების აქციები ზოგი რაიონი გააჩნია რაიონის თავკაცი როგორ არის აკეთებენ ეს კანონმდებლობა არის ისეთი რომ აუცილებლად აი საჭიროა მისი გამოყენება მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ ავტოქარხანა აშენდა იმისთვის რომ საქართველოში წარმოება და ის ყოფილიყო ახლა იქ უცხოელები აკეთებდნენ რაღაც მეტალურგიულ ემეს. იქ სადაც ადრე კომუნისტების დროს იყო ეს მეტალურგიის წარმოება. შეხვედრის დროს გამოვიდა ქალბატონი და ამბობს ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამისი წაიღონ და იქეთ გააკეთო. ავტოქარხანა ამისთვის გაკეთდა რომ რაღაცა მომავალი ქონოდა ჩვენ მრეწველობას. ამიტომ ეს არ შეიძლება ეს ჯარიმები საკმაოდ მოქმედებს შიში შეიქს სიყვარულსა ხშირად ვამბობ ამას აი ჯარიმების სისტემა დიდია მაგრამ ამ ჯარიმებშიც ისე გაებება ზოგიერთი გაჯირვებული რომ და ვინც დიდი ის არის იგი გამოძრება რაღაცა გამოცდილება აგერ შეგეწოდება როდესაც ვოფს დარღვევის ვოფს უწერ ხო ბატონო თამარ ქალაქში შეინიშნება ხო ასე თუ ისე ნაგვის ურნები რომელთა რაოდენობაც საკმარისი არ არის მაგრამ ის რაც არის იქაც არ ვიცით ხოლმე ან არ ვიქცევით სწორად არ ვიქცევით სწორად ჯერ დამტრეულია ყველა ხო იმას აქვს ფორბალი არ აქვს ოქსიქსა და მე რაც ცეცხლის დამთება რა უბედურება ეს იგი და პლასმასის რომელიც არის თუმცა ცოტა დარჩა ახლა პლასმასები და გამოვიდა და ძალიან ისეთი არის საჭირო ხედავდეთ ჩვენ შედეგი რომ არის გაკეთებული იმას ვინც აკეთებს იმასაც გული არ გაუფუჭდეს მაშინ კიდევ მომბობ და მარტო ქუთაისში კი არა საქართველოში ნარჩენების აი ეს მაგრამ რო გახედავ ნიკიას დაგავსაღრებს უკვე ხალისი დაგეკარგება ყველაფრის ხო ნიკიას ნაგავსაყრელზეც ვისაუბროთ იქამდე კი ალბათ თქვენ დღის მანძილზე არაერთ გზის გიწევთ ხოლმე გადაადგილება ჩვენი სტუდიიდან რომ წაბრძანდეთ თეთრ ხიდამდე და იქ რაღაც გარკვეულ მონაკვეთზე ნაგვის ურნები საშინელი სუნი სადაც არის ხო კორპუსების შენდება ასევე არის ქსელური მარკეტები თქვენ როგორ აფასებთ ამ მდგომარეობას ლამის ქალაქის ცენტრში ცუდად მაგრამ ახლა უყურეთ შევსწრები ვარ მე იქ კუთხეში მაღაზია რო არის მოვიდა ნაგვის გასატანი მანქანა და ვერ მიდის ამამდე ვერ მიდის იმიტომ რომ მანქანებითაა ჩაჭედილი ყველაფერი და არის საყვირების ის იგი არის პატრული გვეშველოს არა და სანამ უნდა უცადოს ახლა იმ კაცმაც იქ გამოსულია მარშრუტი აქვს რომელთაც უნდა დააგროვოს ესეა ვისი ბრალია ადამიანის ბრალია ხო ალბათ ქალაქს პარკირებისთვისაც უნდა ჰქონდეს ხო ვისაც გავმართლად ავტომობილი ყავს ჩემი ოფისი რო არის დილით მე მომდივარ წყლის ნახევარს და რატო ახლა ქალაქის მასშტაბით უკვე დავიწყე და როცა სადმე ახლოში მივდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ის მანქანა დგას ოფისის წინ იმიტომ თუ გამოვხვედი ხო მე ვეღარ პაულობთ ვერ გააჩერებ ვერსად მაგრამ ახლა მიწევს მე ვთქვა სამტრედიაში უნდა წახვიდე ხო რა ეს და არა და ის გალაქტიონტაბიძის ქუჩა ძალიან მოწესრიგდა ბოლო პერიოდში რომ ქვაფენილი შეცვალეს ახლა რა იყო თავის დროზე ქვაფენილის დაგების აზრი ხო უნდა ვკითხოთ ერთი იმას ვინც ამაზე თანხმობა მისცა რომ რა ახლა დააგეს ასფალტი და არის ნორმალურად და ყველა წვიმის დროს იყო უბედურება და ქაოსი და ესე არის
ბატონო თამარ, ნაგავს საყრელზეც ვისაუბროთ, სადაც თუ ადამიანს მოუწევს მისთან საუბედუროდ ახლო-მახლო გაიაროს, ალბათ ყველაზე რაღაც საშინელებათა ჟანრის ფილმის კადრებს წააგავს, თუ გიყვართ ეს ჟანრი, არ ვიცი. ეხლა რამდენიმეჯერ დაიწყო, რომ უნდა მოწყობილიყო ახალი ნაგავსაყრელი, თანამედროვე ტიპის და ასე, მაგრამ შეკითხვა განხილვა ჭოგნარში იყო და ერთ-ერთმა მან მაცხოვრებელმა დაუსვა შეკითხვა უცხოელებიც იყო. მანახეთ საქართველოში ერთი ნაგავსაყრელი, რომელზედაც მეტყვით რომ აი ეს არის თანამედროვე მოთხოვნების და ასეთი გვაქვს საქართველოს. არც ერთი ის არ არის. არა სამაგეროთ ახლა ერთი რამეცა აი ნარჩენების მართვის გეგმები უნდა გქონდეს საწარმოებს. დააწესეს გადასახადი 100 ლარი, რომ შეითანხმოს სამინისტრომ შეითანხმოს ნარჩენების მართვის გეგმა. რომ გააგზავნი ამას 100 ლარი უნდა გააყოლო. თუ დაგიწუნდეს და მოგიბრუნეს, მერე კიდე ახალი 100 ლარი უნდა და ასე შეიძლება 3-ჯერ 4-ჯერ იყოს. არა და ადამიანებს უნდათ რომ რაღაცა გააკეთონ. ზოგი შიშით აიმით, მაგრამ ზოგი შეგნებით. და ჩვენ თუ არ დავეხმარეთ ამას, ახლა ფასების იმას ვიძახით, რომ აი ფასები არის გაზრდილი და გაზრდილი არის აი ნებართვის მიღების გადასახადი, აბა რა არის მაშინ? რაც გითხარით მე. ხო და მოდი ესენიც დავიწყოთ აქედან. პირადობის მოწყობა, პასპორტი, მის ღირებულება გაზრდილია ფასები. და აი ამ ნაგავსაყრელზე, რაც გითხარით, რომ პასუხი ვერ გაცა ვერც უცხოელმა, გერმანელი იყო, ვერც ქართველმა და ვერც ვერავინ. ანუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მაშინ შეუქცევადი პროცესი? მე მქონდა მოსაზრება, ეს იყო კიდე ალბათ 96-17 წლებში, მაშინ იაპონელები იყვნენ ჩამოსული, ამ ნაგავსაყრელებს ათვალიერებდნენ და კომბინიზონები ისინი კარგად იყვნენ ჩასმული და ჩვენ დავიტანჯეთ მათთან სირბილით. აი მაშინ ტერიტორია უფრო მეტი ქონდა ნაგავსაყრელს და ჩემი წინადადება იყო ასეთი, ეს რაცა იყოს და აი მის გვერდით გავაკეთოთ ახალი ნაგავსაყრელი. პოლიგონი, როგორც ახლა ეძახიან, იმიტომ ნაგავი არაა სწორი. ხო, ნარჩენების უნდა. რატო იქნებოდა კარგი? ჯერ ერთი ახლა სადაც არ დაადვეს ხელი, რომ აქ უნდა გავაკეთოთ, ზოგი კარგი ადგილი იყო, ზოგი ცუდი იყო, მოსახლეობა იზახის ჩვენთან არა, სადაც გინდა იქ წაიხე და რამდენი ხანია უკვე 3-4 წელი მეტიც იქნება, რაც იწყება ეს მუშაობა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შედეგი არ გამოგვდის. შედეგი არ მოგვდის. აი მაშინ აგერ თუ ეს დაბინძურებული ტერიტორია და მის გვერდით დავიწყებდი მოწყობას და თანდათან უკვე აქ გადმოვიტანდი იმ და ვეტყოდი ადამიანებს. აი შეხედეთ როგორი გავაკეთე მე ეს რომ გადმოვიტანე აქ და აეხლა ამასაც და სხვაგან რო არის იმასაც ასეთნაირად მოვმართავთ და გაგეთდება საქმე. არა ისეთნაირად რომ ჩვენ აქ გავაკეთებთ მთელი დასავლეთ საქართველოს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რომ აი გავაკეთებთ გაკეთებამ არ მიგვიშვენ გასაგეთებლად. და დღევანდელი მოცემულობით სად მიგაჩნიათ ყველაზე ოპტიმალური ლოკაცია? არ ვიცი, ესე ძალიან ძნელია, მე გეუბნებით მაშინ. ძალიან ძნელია ეხლა აი უკანეთში აპირებდნენ ამის გაკეთებას, მაგრამ იქ ეთყობა ვინმე თქვა
კოპიტნარის აეროპორტზე იქ ყვავები დაჯდებიან ნაგამსახველზე აუცილებლად გაჩნდება ყვავი უამრავი რაოდენობით და ის შეიძლება ხელი შეუშალოს იმის თვითონ დავის აფრენა დაფრენას ბატონო თამარ დღეს ასევე გვესმის ხოლმე ახლოწარსულიდან ესეთი ტერმინი ნარჩენების სეპარირება რომელმაც დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ყოველდღიურობაში დიახ დაწყებულია პლასმასების გადამუშავება გარკვეულწილად მაგრამ ეგ უნდა როგორ ვქნათ იცით უნდა იყოს მყიდველი აი ახლა რომ გავაკეთე მე თქვა გადავადვნეთ ის მაგრამ ახლა ისევ ბოთლს ხوار გავაკეთებ ბოთლებიდან ამიტომ რა თავის დროზე მინა უგულვებელყოს და ყველა მინერალური წყლები, სასმელები ისინი ყველა გადავიდა პლასმასებზე, ხო? ქაღალდის და კარდონის ის ხდება. ზოგი ლეგალურად და ზოგი არალეგალურად. მაგრამ მაინც ხდება აი ჰიგიენური ქაღალდები კეთდება ამითგან ცელოფანები კეთდება იმიტომ რომ სათბურებისთვის გჭირდება ხო და ანუ ახლა პროცენტულად 100%-იდან სად ვართ ჩვენ ძალიან ბევრი მოვინდომენ არა ჩვენ სადღაც შეიძლება ფოტოს ცოტა ბევრი მოვინდომენ არა უბედნიერესები ვიქნებოდით ჩვენ ეს რო იყოს მაგრამ ჩემი აზრით ალბათ 2-3% და ისიც ლეგალურიც და არალეგალურიც შევა. აი თავის დროზე ჯართი და რა იგი იყო და ნაგავსაღლელებს ებზე გაასუფთავენ ჯართი თუ რამე შეიძლება და ყოფილიყო ასე. ახლა პლასმასების გადამუშავება ხდება ლეგალურადაც, არალეგალურადაც. ამითი და რო შევაჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, მაგალითად, აი რას გვეტყვით, როგორ უნდა იწულება რთულია, ხო, თავს რო ვაიძულებთ, შეიძლება მცირე დროის მონაკვეთი მოიცვას და გაგრძელდეს, მაგრამ შეიძლება მივეჩვიოთ ამ დროში. როგორ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რომ გავხდეთ ამ კუთხით და ზოგადადაც უკეთესი მოქალაქეები? აი, რა შეკითხვებს მისვამთ, რომ სურვილი, ჩვენ ვთქვათ ასე, სურვილი გვაქვს დიდი, რომ იყოს კარგად. მაგრამ რეალობა არის ძალიან ცუდი. ამის ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, აი ეგ ნახეს სადღაც წარმოება, სადაც ყველს ფალსიფიცირებულ ყველს აკეთებდნენ იმას. ესეც ეკოლოგიაა და ესეც გარემოს დაცვა არის, ხო? იმას. როგორ უნდა მოაქვს მე დიდი სამბით ბაზარზე, მაღაზიაში და არა სურვილი რო გვაქვს ესეც კარგია. აი ეს სურვილი თუ რეალობაში გადავიყვანეთ ძალიან კარგია. თუ გვაცალენ და აი ომიანობის მოყვარულებმა და იმედია ცივილიზაცია წავალ წინ მაგრამ ატომი და უბედურება არ არის საჩვენო ჩვენი ასეთი პატარა ქვეყნისთვის ახლა ეს უზარმაზარი ქვეყნები რო არის და მათ 90 მილიონი არის მგონი მოსახლეობა ირანის იმის როგორ გინდა გაწვდე იმას ახლა ჩინეთში ამბობენ ჩინეთში ესე ჩინეთში ქალაქები არის მაგრამ იმას ვერ შემოივლი შენი ცხოვრების მანძილზე ყველგან რომ ნახო ეს თუმცა ვინც ნამყოფია ყველა ამბობს რომ ძირითადად აი ჩამძვრალი არიან მიწაში და მუშაობენ დიდი და პატარა ყველას აი რაც იოლია იმითინაც რომ დავიწყოთ კიდევ ამბობ აი ბავშვებთან
აღზრდელობითი მუშაობა ბავშვებთან რომ არ შეიძლება იმათაც ეხლა 8 მარტი იყო და მასწავლებლებთან მშობლებთან მოიქონდათ ყვავილები მაგრამ ისევ ცელოფანით და ისე რაღაც ხო მაგრამ ბავშვებმა ხო ესენი ჩვენგან ისწავლეს ისინი ხო დამაშავებელია ხო ისწავლეს ჩვენგან ისწავლეს ყველა უბედურება რაც არის ახლა ქვეყანაში არის იმ წინათაობებიდან მოსული და მარტო ჩვენ კი არა ეგ სხვა ქვეყნებიც და სხვა ეროვნებებიც იმაშავე თუმცა მე ხშირად ვამბობ ეხე 2002 წელში იყო ჰოლანდიაში გაგვიშვეს და ნაგავსაღელზე ისი არ შეგვიშვეს სანამ დეზობარიერზე არ გადავიარეთ ფეხით ბაცილა არ შეიტანოთ ნაგავსაღელში და ჩვენ ნაგავსაღელზე უნდა ჩამოვიყვანოთ ხო აი ხო გეუბნები მე თავის დროს იაპონელები იყვნენ ჩამოსული აქა და სასწაულთ მაგრამ იმათმა იცოდნენ ყველაფერი თავიდან ბოლომდე იმითი ხო და ბატონო თემურ უდიდესი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ იმედია ისევ შევხვდებით ერთმანეთს იპოვით დროს სურვილიც გექნებათ მშვიდობას გისურვებთ თქვენ მშვიდობას უსურვებთ სრულიად დედამიწას და თუ გიქცურთ იმედია რომ მშვიდობიანად შევხვდებით ახლა დავშაწინ აღდგომები ჩვენი დიდი დღესასწაული და იქნებ დაგვიფაროს უფალმა რომ დარჩეს ჩვენი შვილმომავალი ამ ქვეყანაზე მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ რომ იყავით ჩემი სტუმარი დროებით დაგემშვიდობებით ნახავთ. საიმედო ვერაფერი გითხარით, მაგრამ რეალობა ასია ბატონო. თუ გვინდა გამოვწორდეთ რეალობას არ უნდა გავუყუროთ. აი როდარ დუმბაძეში რო არის პარტიაში რო გებულობენ თქვენ რას მეკითხებით, რაც აუცილებელია თუ რაც თქვენ იცითო ამ იმაზე ასე რომ პარალელის გავლება შეიძლება. დროებით დაგემშვიდობებით ბედნიერ გაზაფხულს. ზუსტად ცოტა ლემაყურებლობო გადაცემაში 4 ქუთაისში ამით დასრულებულია. თემურ კეპულაძეს მასპინძლობდი, მე ნანა თევდორაძე ვარ, ლიკა ჩალგავაძე მუშაობდა კადრის მიღმა გადაცემაზე. გემშვიდობებით, ხვალამდე საუკეთესო სურვილებით. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.